გაცხიმიანებული გვიჯლი. ეს ძალიან ახალგაზრდა დავადება მეგობრებო, ადრე ვინც სვამდა ალკოჰოლი, მაგას იმას ხდებოდა გაცხიმიანებული გვიჯლი, მაგრამ დღეს ადამიანი როცა ჭარბიწონაშია, მეორე ტიპის დიაბეტია და მაგალი წნევებით რო დადის იმ ადამიანის დიდი ჩანსია რომ გვიჯლის გაცხიმიანებულია. ადამიანი როცა ალკოჰოლი არ ასვამს და გვიჯლი გაცხიმიანდება. მაგისი მიზეზი რა არის მეგობრებო? აქ არის 3-4 მიზეზი. პირველი მიზეზია ადამიანი რეფენერებული ფხვილი, ხორბლით გაკეთებული ნებისმიერი რამე, რომელიც იყიდება გარეთ, ქაჭაპური, ეს პასტა, მაკარონი, ვერმიშელი, აი ეს თეთრი რაღაცა, თეთრი ფხვილით გაკეთებული ზედმეტი როცა ჭამს. ტრაიგლიცერიდიც მოემატება იმ ადამიანის გვიჯლის გაცხიმიანდება და მერე ბოლოს იმ ადამიანს ცუდი ქოლესტერინი მოემატება. ეს ერთი წრეა. ინსულინის რეზისტენტი გახდება ადამიანი. აქ კიდე ერთი საჭმელია, რეფენერებული შაქარი, თეთრი შაქარი. შაქარი უმატებს ინსულინის რეზისტენტობა, ადამიანი გასუხდება და გვიჯლის პრობლემა და გულის პრობლემა ეს ერთი წრეა. პლუს სიმწვარი ნებისმიერი რამე, რომელიც რეფენერებული სემიჯგით გაკეთებულია, რეფენერებული სიმინდის ძეთით გაკეთებულია. თეთრი ძეთი რო იყიდება ეს იაფიანი ძეთი მეგობრებო, ეს არის პირველი მავნე თქვენი სამზარეულოში, რასაც შეიძლება იყოს. თუ გინდა ესეთი პროდუქტები, რომელიც ჩამოვითვალეთ, იქ წაიკითხე. ნახშირის წყლები და ცხიმი, ცუდი ცხიმის გარეშე იქ არაფერი არ არის. არც ვიტამინები არ არსებობს, არაფერი არ აქვს. არის მკვდარი საჭმელი, რომელიც თქვენ ჭამს და მერე გვიჯლი გაცხიმიანდება, ცუდი ქოლესტერინი, ინსულინის რეზისტენტობა, ბოლოს დიაბეტი, წამოყალიბებული რო ეძახიან. სრულია უკვე წამალი და მერე სხვადასხვა ორგანოების გაფუჭება. დროა ვიკურნალოთ ბევრი პრობლემები მარტო კვების გასწორებით და ცხიმიანებული გვიჯლიც გასწორდება მარტო კვების გასწორებით. გაცხიმიანებული გვიჯლით ადამიანი მიდის, მოდი რა პრობლემებია, როცა კვებისტი, გინდა ექიმი, არ ვიცი ეხლა მაგისი ან თვითონ მეუბნებიან, მე ბევრი ადამიანი მომდის ესეთი, რომელიც მეუბნება კვერცხი არ ავჭამ. შემწვარი ხორცი ამიგრძალათ. ნებისმიერი ცხიმი არ ავჭამ. მოხარსული დავიწყეს წამა. მეგობრებო, ხორცს ნუაბრალებს. ხორცთან თუ მიაკოლებ 9 კილო პური, იმას მაგის ბრალია ეს თქვენი გვიჯლი რო გაცხიმიანდა. ხორცი, კვერცხი ან კვერცხის გული არ უნდა დატოვო. პირიქით ეს ხორცი და ეს კვერცხის გული თუ დაიწყეთ ჭამა წესიერად, ცხიმიანი გვიჯლი აღარ იქნება. იმიტომ ადამიანი ფიქრობს, ვაიმე, მე ბევრი ხორცი ვჭამ და იმიტომ გაცხიმიანდა. მაგრამ იმას არ უყურებს, გვერდზე ბევრი კოკაკოლას დალია. ეწევა კიდეც, ფრენჩ ფრაის ჭამს კიდე, ქართოფილის შემწვარის ჭამს კიდე. იმას არ უყურებს. მარტო აიმე ხორცის ბრალია, მოდი ეხლა მოხარშულებზე გადავიდე და ეს პრობლემა გასწორდება. არა მეგობრებო. კარგი ცხიმი, პროტეინი და ბოჭკო. 3 საჭმელი მოიყვან იქიდან ცხიმი გაიგე. პასტა პურწელი, რომელიც საჭმელი უნდა ჭამო, თუ გინდა 3 კვირაში, 1 თვეში ეს ცხიმი ნელ-ნელა გასწორდება და თქვენი გვიჯლი იქნება ჯამთელი. პირველი საჭმელი არის მეგობრებო, მწვანე ფერის ნებისმიერი ბოსტნეული. ეს საუკეთესო იქნება თუ იქნება ფერმენტირებული. ანუ ბანკებში რო ინახებენ კიტრი, პამიდორი ბანკებში ფერმენტირებული. ნაწლავის კარგი ბაქტერიის საჭმელია და საუკეთესოა გვიჯლის ჯამთველობის. მეორე არის ხორცი. ამას არ აქვს მნიშვნელობა შემწვარია თუ მოხარსული. იქ შედის პროტეინი, ზინკი, სპილენძი, სხვადასხვა მინერალები, სრული საჭმელია, ბოსტნეულთან ხორცი, მაგრამ ხორცთან არადროს არ მიიტანო პური. არც ერთი შემთხვევაში პური არ მიიტანოთ. და თუ შეწვა დაგჭირდება, შეწვი გინდა ზეითუნში, გინდა ერბოში, გინდა სუფთა კარაქში. არ არის მავნე. თუ ეს ხორცი თქვენ შეწვი რეფინირებული
სემიძგის ძეთით რეფინირებული ეს თეთრი ძეთები რო იყიდება, მაშინ ეს გახდება მავნე და არ არის სასარგებლო. საწმელი არის თევზი. კვირაში ორჯერ შეგიძლია თევზის ჭამა, მერე შენარცულეთ სხვა ხორცით, ორჯერ თევზი და ხორცი. აუცილებლად უნდა იყოს ერთი დღე, გინდა თევზია, ეს შეიძლება იყოს ქათმის თევზი, ოღონ არა მარტო ფილე, სრული, კანიანად სრული ხორცი. ან იყოს საქონელის, ან ნებისმიერი, ან უნდა იყოს თევზი. ეს სამივე ერთი საწმელი მეგობრებო, გულიანად დღეში 2-3 კვერცხი, 4-ით შეგიძლია. ოღონ გულიანად უნდა ჭამო. იქ შედის ქოლინი. სრული საწმელია, ცხიმი შედის, პროტეინი შედის, რომელი ადამიანს წირდება თითო კვერცხში ყველაფერი შედის. ჭამე ბოსტნეული ჯერ, მერე ჭამე გინდა თევზი, გინდა ხორცი, გინდა კვერცხი, ნებისმიერი კარგი ცხიმი, ავოკადო, ზეითუნის ზეთი უძმოზე შეგიძლია 1 კოზი დალიო, მაგრამ არ მიუტანოთ მაგასთან პური. თუ პური მიიტანეთ, ინსულინი გამოიკეფება და ინსულინის რეზისტენტობა არადროს არ გასწორდება და ეს ცხიმიანებუძლიც ისევე დარჩება და უფრო სორიოზი და იქით ცუდ დაავადებასკენ წავა. ბოლოს აიურვედული ბალახი ტრიფლა, gut army, ჩვენი გამზადებული პროდუქტი, რომელიც ზრდის კარგი ბაქტერიები, საწმელის გადამუშავების სისტემა კარგად და გაცხიმიანებუძლის დეტოქსიფიკაციას აკეთებს. თუ გაინტერესებს ეს პროდუქტი, შეგიძლია ჩვენი მაღაზიაში მობრძანდეთ, ან ნებისმიერი ქვეყანაში, არა აქვს მნიშვნელობა აქ, ნებისმიერი სხვა ქვეყანაში შეგიძლია იყიდო ეს პროდუქტი და თქვენი გაცხიმიანებული გუძლი თუ ესე იკვებები, ერთ თვეში ჩამოვა ქვევით. კარგად დაძამთრეთ.